კიდევ ერთი მომსპარ მონაგავებული ინფრასტრუქტურა, რომლითაც ასევე მაღაროელები და ჭიათურელები სარგებლობდნენ. ეს არის ნაგუთის ყოფილი საავადმყოფო, რომელიც ძირითადად მაღაროელებისთვის იყო და მაღაროელებს ემსახურებოდა. ეს არის განადგურებული სრულიად. არა მარტო ეს, ასევე ქალაქ ჭიათურას 9 სართულიანი საავადმყოფო ჰქონდა კიდე და დღეის მდგომარეობით აქვს ერთი ჯეოჰოსპიტალი, რომელიც სიდიდით ამ ნაგუთის საავადმყოფოსთან შედარებით მეოთხედიც კი არ არის. აგერ საბაგირო, რომელიც საავადმყოფოს უკავშირდებოდა, ამასთან ერთად აქედან რამოდენიმე 100 მეტრში იყო სატვირთო საბაგირო, რომელსაც ქარხანაში ჩაქონდა მარგანეცი და არ გადაადგილდებოდნენ მანქანით და ეს ხელს უწყობდა, რომ არ ყოფილიყო ეკოლოგიურად დაბინძურებული ჭიათურა. დღეის მდგომარეობით ის ქარხანაც გაუქმებულია, დაშლილია, საბაგირო გზაც გაუქმებულია და კი ვხედავთ რა მდგომარეობაშიდაც არის ჩვენი ქალაქი და კიდევ უარეს უპირებენ სამწუხაროდ. ეს არის ჭიათურის ცენტრალური სტადიონი, სადაც ეხლაც მიუხედავად მდგომარეობისა, მაინც ახალგაზრდა თაობა ვარჯიშობს და სურს, რომ არ გაჩერდნენ. აქვე იყო საბაგირო, რომელიც ქალაქიდან უკავშირდებოდა სტადიონს, რათა ხალხი მისულიყვნენ სტადიონზე. მოგრედ მეგობრებო, მოგეხსენებათ მაღაროელი სტადიონი, მაღაროელი ერთ-ერთი ანთქმული გუნდი იყო, თავარ ლიგაში თამაშობდა. თუმცა დღეს ისეთი სიტუაცია, რომ სტადიონიც აღარ აქვს საკუთარი და ინფრასტრუქტურა მოშლილია, წყობიდან არის გამოსული, საჭიროებს აუცილებელ რესტავრაციას. მით უმეტეს, რომ ოდესაც ჩვენ მაღაროელების ქალაქიდან ვსაუბრობთ, ამხელა სიმდიდრეზე გვაქვს პრეტენზია, ესეთ მდგომარეობაში სტადიონი არ უნდა გქონდეს და არა მარტო სტადიონი, არამედ ბევრი რაღაც, რასაც ნაწილ ვიდეოებში გაეცნობით აუცილებლად. ეხლა მე მინდა გაჩვენოთ საბაგიროს დამაკავშირებელი კონკრეტული მონაკვეთი, რომელიც აგერ მეწყლის ზონა გახდა უკვე დღესდღეობით და უპატრონო და მიტოვებულია. კერძოდ აქ ამ ადგილს უკავშირდებოდა საავადმყოფო და საბაგირო.